თემაში ახლა უკვე ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგრით მომზადებული რუბრიკის ჯერია. ნათია შათილიშვილი უძღვება დღეს რუბრიკას ტრადიციისამებს და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს საერთაშორისო ვექტორებით და ვერტიკალით, როგორც იტყვიან. ნათია, მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის და ძალიან საინტერესო სტუმრით ხართ დღეს სტუდიაში წარმოდგენილი, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დიდი ბრიტანეთიდან, ქალბატონი ნანა ქოთილაიძე, უეცი. უნდა წავიკითხო მისი რეგალიების შესახებ, იმდენად ბევრი რეგალიები აქვს მას. ეს არის საქართველოს აზია-აფრიკის სავაჭრო პალატის ელჩი დიდ ბრიტანეთში, სამეფო ქარტიის წევრი და წარმატებული ბიზნესლედი. ის ასევე გახლავთ ლონდონის დირექტორების ინსტიტუტის, ბრიტანეთის ქალთა ეროვნული საკონსულოსა და საქმიან პროფესიონალურ ქალთა ფედერაციის BPW-ს sapatio წევრი და ამავდროულად მიხარია რომ ის უკვე არის ლიდერ ქალთა საზოგადოების sapatio წევრიც. მოგეხსენებათ რომ ქალბატონ ნანას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, მას არაერთი შეხვედრა აქვს ჩანიშნული იმ დროში, რა დროითაც ის არის საქართველოს ჩამბრძანებული, მაგრამ მან დღეს დრო გამონახა იმისთვის რომ ჩვენთან მოსულიყო პირდაპირ ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, ასევე თავისი თავი წარმოიჩინა და თავის საქმიანობის შესახებ ესაუბრა, როგორც წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონი და ასევე ის ჩვენ ხვალ 31-ში დაგვემშვენებს გვერდს და ჩვენთან იქნება წარდგენილი ასევე ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებაზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და დღეს ჩვენთან ერთად ხართ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო ლიდერ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც აქვს საოცრად მრავალფეროვანი პლატფორმა და ვხედავთ როგორ ძლიერდება და იზრდება დღითი დღე. მე გახლავართ დირექტორი და თანადამფუძნებელი რამოდენიმე წარმატებული კომპანიისა დიდ ბრიტანეთში, მათ შორის ელკო აქტივის ჯგუფის, რომელიც ითვლის 25 წელს. თავისი კომბინირებული გამოცდილებით აერთიანებს სხვადასხვა კომპანიებს. ძირითადად ელკო აქტივის პროფილია საკვები პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 28 ქვეყანაში, ასევე ბრიტანეთის გარდა. ეს არის ძირითადად გაყინული და მშრალი პროდუქტები, ბრენდირებული, არაბრენდირებული, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ძირითადად კომპანია ორიენტირებულია პროდუქტის ფასზე, ღირებულებაზე და მიწოდების სერვისზე. მე ძირითადად კურირებ სასომხეთის, აზერბაიჯანის და ძირითადად საქართველოს რეგიონალური სასომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს ძირითადად ამ ბაზრებს კურირებ. ეხლა ხანს დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა, ეს არის ქართული ღვინო, რომლის მიზანი არის უფრო გავაფართოვოთ ეს ქართული ღვინის სავაჭრო ქსელი, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, გეგმავთ შეხვედრებს წარმოებლებთან და ამის მიხედვით ალბათ უფრო მეტად შევძლებ უფრო მეტი თანხმობა. ძალიან საინტერესო პორტფელია. ძალიან საინტერესო პორტფელია. კი ბატონო. საკმაოდ საინტერესო. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ლიდერ ქალთა ორგანიზაციას და აი ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება ქალბატონ ნანა ჩვენი ორგანიზაციის წევრებს უთხრათ და ის სიახლეები გავაცნოთ, რაც ჩვენ უკვე რამდენიმე დღის წინ ფაქტიურად ოფიციალურად გავაფორმეთ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ძალიან საინტერესო პროექტები, რომელიც ხელშეუწყობს ორი ქვეყნის, საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას, უფრო მეტად, ასევე გვაქვს ურთიერთობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელშეუწყობს და დაეხმარება ასევე იმ ურთიერთობების განვითარებას, ლიდერ ქალთა საზოგადოებას, ასევე ბრიტანეთში ქალთა სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომელიც ძალიან ძლიერად არიან ამ სფეროში. ესეთი გახლავთ მსოფლიო სავაჭრო ქსელი, ერთ-ერთი რომელსაც აქვს მინიჭებული სამეფო ქარტია 2013 წელს დედოფალმა ელისაბედმა მეორემ მიანიჭა ეს ტიტული მას, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო პროგრამები, აქვს სემინარები, კონფერენციები და ვფიქრობ ჩვენ ჩართულობა ძალიან ნაყოფიერი იქნება ამ მხრივ.
ასევე ლონდონის ინსტიტუტის დირექტორების ინსტიტუტი, რომელსაც ასე ორიენტირებული არის ბიზნესმენების უშუალოდ განვითარებაზე, მათ პერსპექტიულ განვითარებაზე და ასევე ატარებენ ძალიან საინტერესო სემინარებს, კონფერენციებს, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან დაეხმარება ჩვენს დროი და საჭირო იქნება მეცესა გადამზადებაში და ასევე პერსპექტიულ განვითარებაში. ასევე მე კარგად რო ჩავწდეთ ემის არს, ანუ თქვენ რეალურად ეხა ამ შემთხვევაში ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით და აი ბრიტანული ვერტიკალით, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ამ შემთხვევაში ხდება ინფორმაცია კოლაბორაცია. ხო, აი ეს. ხო, აი ხა მე მინდა ერთი კითხვა დავსვა, ანუ საბოლოო ჯამში აი ამ კოლაბორაციის ნაწილში ხა განათლებაზე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს ეხა ლიდერ ქალთა საზოგადოება, ბიზნეს აკადემია ეს კი ვიცით. საბოლოო ჯამში. მაშასადამე აი ეს ბრიტანული გამოცდილება და ბრიტანული ასე ვთქვათ ბიზნეს სტრუქტურირება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ აი რამდენად გაუმარტივებს ერთის მხრივ ქართულ ბენეფიციარებს ვთქვათ ისეთი გამოცდილებების გაზიარებას, რაც ბრიტანეთში არის და ზოგადად აი რას დაეფუძნება ეს თანამშრომლობის მემორანდუმი. ძირითადად ეს მოიცავს გარკვეულწილად სემინარებს, კონფერენციებს, ტრეინინგებს, რომელიც მოახდენს გადამზადებას და უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს წევრებს, ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებს, უფრო პერსპექტიულ განვითარებაში. ეს იქნება გაცვლითი პროგრამები, ასევე ჩვენ გვექნება ურთიერთობა ასევე იმ ორგანიზაციებთან, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ასევე ბიზნეს და საქმიან ურთიერთობათა მოყალიბებაში. ესენი არიან ასევე როგორც ჩამოთვალეთ BPW, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაცია არის, საქმიან და ბიზნეს პროფესიონალთა ქალთა გაერთიანება, ასევე ბრიტანეთის ქალთა ეროვნული საკონსულოს საბჭო, რომელიც ატარებს საოცრად კარგ სემინარებს, რომელიც დაეხმარება ჩვენს ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებს. ძირითადად გადამზადებაში და ტრეინინგებში. ასევე ძირითადად ეს ორგანიზაციები, ეს განსაკუთრებით ეს ბოლო ორი, რაც ვახსენე, იბრძვიან ქალთა უფლებების დაცვაზე. მე ხალხანს გავხდით მიწვეული ინგლისის პარლამენტში, სადაც ორგანიზება ქალები პარლამენტში. ასევე აღინიშნა 97 წლისთავი ქალთა ხმის მიცემიდან, რომელიც აღინიშნა. ასევე განიხილებოდა არსებული და სამომავლო გეგმები, უშუალოდ კონცენტრაცია ჰქონდათ, რომ გენდერულ თანასწორობას მიაღწიონ 2028 წლისთვის, რომელიც არის იქნება 50% პარლამენტში. და რა საინტერესო, უშუალოდ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები არის, სადაც ვფიქრობ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება უნდა ჩაერთოს და უნდა ქალთა ჩაერთვება დარწმუნებული ვარ. ქალბატონი ნანა დაინიშნა ლიდერ ქალთა საზოგადოების წარმომადგენლად დიდ ბრიტანეთში, რომელიც ხელმძღვანელებს აი ამ ჩვენს თემებს ნებისმიერი მიმართულებით, რაც კი შეიძლება რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებამ და BPW ქალბატონი ნანას ხელმძღვანელობით ერთად აკეთონ სამომავლოდ. არ შეიძლება არ ვკითხოთ ქალბატონ ნანას წიგნის შესახებ, რომლის პრეზენტაციასაც ის გეგმავს. მადლობთ. ეს წიგნი უშუალოდ ბიზნეს ლიდერობაზე არის ძირითადად აგებული, ასევე ემოციური ინტელექტზე, რომლის დამატებითი კურსები გავიარე ოქსფორდის უნივერსიტეტში და ვფიქრობ, ქართული ვერსია იგეგმება, რომ დაიბეჭდოს საქართველოში და ინგლისური პრეზენტაციას გეგმავთ ბრიტანეთში. უშუალოდ ეს წიგნი ეძღვნება ჩემთვის ყველაზე საოცარ ლიდერს დედამიწაზე, ეს არის დედა, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი ჩადო და შეიტანა ჩემს სამომავლო საქმიანობაში, სადაც ვარ დღეს და ვისარგებლებ ეთერიდან. მინდა ძალიან დიდი მადლობა და უსაზრო დიდი სიყვარული გადავცე მას და მადლიერება. ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა იმისთვის, რასაც ლიდერ ქალთა ორგანიზაცია საზოგადოებას გვერდით უდგეხართ და ესე ვთქვათ იმ შესაძლებლობებს გვაძლევთ, რაც შეიძლება ორგანიზაციამ მიიღოს და ბენეფიტები გქონდეს დიდ ბრიტანეთში. უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის, ჩართულობისთვის ძალიან დიდი მადლობა და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ურთიერთობები დაიგეგმება
საკმაოდ საინტერესო შეხვედრები და ნებისმიერი ესე ვთქვათ შესაძლებლობა, რასაც გაგვიზიარებენ ჩვენთვის იქნება. ეს არის შეუფასებელი და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხვალ გვაქვს ღონისძიება, სადაც ქალბატონი ნანა უკვე ოფიციალურად წარდგენილი იქნება 31-ში გაიმართება ეს ჩვენი ღონისძიება და უკვე ის სრულუფლებიანი წევრი იქნება ჩვენი ძალიან მაგარია, ძალიან საინტერესო არის წარმატებები თქვენ, წარმატებები რა თქმა უნდა ლიდერ ქალთა საზოგადოებას და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ის ვექტორი, რაც მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირებას გულისხმობს. წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები.